სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. გრეგი ისევ ეს პიროვნება, რომელმაც წინა კითხვა დასვა, აგრძელებს, მე გავყავი, იმიტომ რომ არ მინდოდა ერთად მომეთავსებინა, რამე თუ ადვილად მოსაძებნი იყოს, ვისაც დაინტერესებს ეს ადგილი. კიდევ ერთი კითხვა მას, თუ შეიძლება ჯონ. ეს არის მერვე ფსალმუნიდან. სადაც ნათქვამია მეოთხე და მეხუთე მუხლში. როდესაც დავითი საუბრობს ღვთის ძეზე, მე წავიკითხავ ამ ფსალმოს. უფალო ჩვენო ბრძანებელო, რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე. ცებზე მაღალია დიდება შენი. ჩულთა და ძუძუმწოვრთა ბაგეებიდან აუწყე შენი სიძლიერე, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისგებელი. როცა შენს ზეცას უმზერ, შენი თითების ნამოქმედარს, თვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი, ან ადამიანის ზე, რომ ზრუნავ მასზე? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე, ყოველე მის ფეხქვეშ მოაქციე, წვრილ ფეხა და მსხვილ ფეხა პირუტყვი, ასევე ველის ნადირი, ცა და ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ. უფალო, ჩვენო ბრძანებელო, რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე. და მეც ესე დავასათაურე. რა არის კაცი რომ გახსოვს იგი ან ადამიანის ზე რომ ზრუნავ მასზე? აქ ქრისტეზია საუბარი? და ამას კითხულობს გრეგი. აქ ქრისტეზია საუბარი თუ ის ზოგადად კაცობრიობაზე საუბრობს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ეს ორმხრივი განცხადებაა გრეგ. ჩვენ ვიცით რომ ეს ქრისტეა, რადგან ის ებრაელების წერილშია მოხსენიებული ზუსტად ეს ადგილი პარალელი მოტანილი და ჩვენ ამას წავიკითხავთ. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ასევე ზოგადად ადამიანზეც არის ლაპარაკი, რადგან ეს ასე ჩვენს გვეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ ზრუნავ ასე ადამიანებზე, ისინი ხომ ანგელოზებზე დაბლამდგომი არსებები არიანო. მაგრამ ასევე ახდა ეს ქრისტეს შემთხვევაშიც და მოგვიანებით მიეკუთვნა ქრისტესაც. თქვენ გაქვთ ეს მთელ საბმულებში გაბნეული, რაც ძალიან გავრცელებული ორმაგი აღსრულება იესო ქრისტეში, როგორც განკაცებული ღმერთისა. მაგალითად, სხვაგან 62 ფსალმში დავითმა თქვა, რადგან შენთვის მივიღე ლანძღვა და სირცხულმა დაფარა ჩემი სახე, გარიყული გახვდი ჩემი ძმებისათვის და უცხო დედა ჩემის შულთათვის, რადგან შენი სახლის მოშურნეობამ დამღრნა და შენი მლანძღოლების ლანძღვა დამატყდა თავს. ვტიროდი და მარხულობდი, მაგრამ ლანძღვა მივიღე, ძაძებით შევიმოსე და დასაცინი გახვდი მათთვის. ხედავთ, გმობანი რომელიც შენზე დაეცაო, მეც მომეწია და დავითი ლაპარაკობს საკუთარი და თავიდან, საკუთარი პირიდან. და მაინც როცა მიდიხარ თქვენ იონეს სახარების მეორე თავში, იესო ციტირებს ამას და მოყავს ეს ადგილი, როგორც აღსრულების მის მიერ აღსრულების მაგალითი. მე-13 მუხლიდან იონეს სახარების მეორე თავი. იუდაველთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველი და მსხდომარე ფულის გადამცვლელი. საბელისაგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები. ფულის გადამცვლელებს ფული დაუბრუნია და მაგიდები აუყირავა. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა, გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია შენი სახლის შური შემჭამს მეო. ასე რომ ეს არის ძალიან გავრცელებული რამ. ასევე გადავდივარ ჩვენ 21 ფსალმში და თქვენ გაქვთ იქ დავითი და მისი მტრები, მაგრამ საბოლოოდ ამის აღსრულება მოხდა იესო ქრისტეში ჯვარზე სიკვდილის დროს. მე-14 მუხლიდან წყალივით დავიღვარე და დაიშალე ჩემი ძვლები, ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემი შინაგანში. თიხასავით გამოიფიტა ჩემი ძალა, ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში, რადგან გარშემო მიხვნიენ ძაღლები, ბოროტმოქმედა ხროვა წრედ შემომერტყა, ხელფეხი განმიგმირეს, მთელი ჩემი ძვლები დაითვლება, ნიშნის მოგებით მიყურებენ, ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს მოსასხალზე. ასე რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების ნიმუშის ნაწილია ეს. მე ფიქრობ, რომ იქ არის საუბარი ადამიანზე, მაგრამ როდესაც ქრისტე ხდება ადამიანი, ის აიგივებს მის თავს ადამიანთან,
როგორც ანგელოზებზე უფრო დაბალ საფეხურზე ყოფ არსებასთან და შემდეგ ხდება მასზე ჭეშმარიტი ეს ყველაფერი და ამიტომ ეს გამოიყენება როგორც თქვი ებრაელების წერილშიც მეორე თავში ჩვენ ვკითხულობთ მე-6 მუხლიდან სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა რა არის კაცი რომ გახსოვს იგი ან და ძე კაცისა რომ მოინახულებ ხოლმე მას ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე ხოლო რა კი ყოველივე მას დაუქვემდებარა არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ხედავთ რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს მაგრამ ხედავთ იესოს სიკვდილის განცდის გამო მცირეხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს რათა ღვთისმადლით ეგემას სიკვდილი ყველას გამო ვინაიდან ის ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი გასაგებია ხომ გრეგ დიახ მადლობ ჯონ პასუხისათვის